სუხელგვიანღამით გორის მოსახლეობამ აფეთქების ხმა გაიგო. მდინარე ლიახვის ნაპირზე ჭურვი იპოვეს. ჭურვის სავაჭრო ცენტრი 21 საუკუნესთან ახლოს იქნა ნაპოვნი და მისი გაუნობელყოფა შესაბამისმა სამსახურებმა მალევე შეძლეს. როგორც დიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გორში ლიახვის ნაპირზე საეჭვო ძველი ნივთი იქნა ნაპოვნი და პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება. გამოიძახეს გამნაღმელები და მოხდა მისი განეიტრალება. უწყების ცნობით ის ძველი სასწავლო ჭურვია. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეორე ნაწილით. ადამიანი მიდიოდა და იპოვა სანაპიროზე, წყლის სანაპიროზე იპოვეს და წყლის სანაპიროზე და საიდან მოხდა აქ ეგ ნაღმი არ ვიცით. მოსახლეობა ძალიან შეშინებული იყო, რომ რა ვიცი, ბავშვებიც ისე რა ქონა, აქეთ გამოვიყვანე და ისე მეთქვი, რომ რაღაც არ მოხდეს, მეთქვი, რომ კი ბავშვებს აინტერესებდა და ისე და პოლიციამ გაგაფრთხილა, რომ არ მოხვიდეთ ახლა, რომ შეიძლება რაღაცა ზარალი მოხდესო და